ვაგრძელებთ ლექციებს ქართული ენის ზოგად კურსში. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება ლექსიკური მარაგის გამდიდრების საშუალებანი, ფრაზეოლოგია, ლექსიკოგრაფია და ლექსიკონები. წინა ლექციაზე ჩვენ ვისაუბრეთ ენის ლექსიკურ მარაგზე ზოგადად, სიტყვის მნიშვნელობაზე, სიტყვის პირდაპირ დაკავშირებულ მნიშვნელობაზე, სიტყვის მნიშვნელობის გაფართოებაზე, დავიწყებაზე. დღეს კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ხდება ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ენის ლექსიკური მარაგის თვლა დროთა განმავლობაში. საერთოდ არც ერთი ენის ლექსიკური მარაგი უცვლელი არ არის. ენის ლექსიკური შედგენილობა განუწყვეტლივ იცვლება. ხმარებიდან გადის მოძველებული სიტყვები და გამოთქმები. მათ ადგილს იმკვიდრებს ახალი სიტყვები, ფრაზები და ენა მდიდრდება და ვითარდება. მართლაც, რო გადავხედოთ ახლა ჩვენ ძველ ქართულ მწერლობას, იქ ძალიან ბევრი ისეთ სიტყვას ვნახავთ, რომლებიც დღეს აღარ იხმარება, რომელთა მნიშვნელობის გასაგებად ჩვენ სპეციალური ლექსიკონი დაგვჭირდება. დღეს ენაში აღარ იხმარება ისეთი ფრაზები და სიტყვები, როგორიც არის გზირი, მზირი, მსტყვარი, ბოქაული, სიყმილი, დიამბეგი, ხამლი, ფეხსაცმლის მნიშვნელობით. სამაგიეროდ ენაში დამკვიდრდა უამრავი ახალი სიტყვა. ეს განსაკუთრებით შეეხება ბოლო წლებს. თანამედროვე ქართულმა სალიტერატურო ენამ ბოლო წლებში განსაკუთრებული ცვლილება განიცადა და ამაზე მოგვიანებით შევჩერდები. საერთოდ ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრების საშუალებებად მიიჩნევენ წარმოქმნას, თხზვას, სესხებას. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ თითოეულ მათგანზე უფრო ვრცლად. წარმოქმნა გულისხმობს აფიქსების საშუალებით ახალი ლექსიკური ერთეულების მიღებას. მაგალითად, ნახოთ სიტყვა გული, სადაც ძირეული. სიტყვის ძირი გახლავთ გულ, რომელსაც უკავშირდება ამ სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა ძირითადი არა. აქედან არის წარმოქმნილი ისეთი ახალი სიტყვები, როგორიც არის გულადი, სუფიქსის დართვით, უგულო, პრეფიქს-სუფიქსის დართვით, გულითადი, სუფიქსების დართვით, გულიანი, კვლავ სუფიქსების დართვით, საგულე, პრეფიქს-სუფიქსის დართვით, გულობს, სუფიქსის დართვით. აი ეს წარმოქმნილი სიტყვები გულადი, უგულო, გულითადი, გულიანი, საგულე, გულო, სრულიად ახალი მნიშვნელობის სიტყვებია თავადაწყდად. ან ავიღოთ სიტყვა კაცი. აქედან შეიძლება წარმოიქმნას სრულიად ახალი ლექსიკური ერთეულები, როგორიც არის საკაცე, კაცური, კაცობა, უკაცური და usახლებელი ადგილის მნიშვნელობით, კაციანი, უკაცო. ერთი სიტყვით თავსართ ბოლოსართები დაერთვიან სიტყვას და ღებულობთ ხოლმე აქედან სრულიად ახალი მნიშვნელობის მქონე ლექსიკურ ერთეულს. ერთი სიტყვისაგან შეიძლება ვაწარმოოთ ხოლმე რამდენიმე სიტყვა. მაგალითად, სიტყვა ძმა, აქედან ძმური, ძმობა, საძმო, უძმო, სრულიად ახალი ლექსიკური ერთეულები მივიღეთ. მაგრამ ახალი სიტყვების მიღების საშუალება არის აგრეთვე თხზვაც. ახალი ლექსიკური ერთეულის მიღება ორი ან მეტი ფუძის შეერთებით. მაგალითად, გვაქვს ფუძეები კალათი და ბურთი. მათი შეერთებით მიიღება სრულიად ახალი ლექსიკური ერთეული კალათ-ბურთი, ისევე როგორც ფეხბურთი, ისევე როგორც ჩოგბურთი, ისევე როგორც ხელბურთი. ან დავაკვირდეთ ახლა ასეთ სიტყვას მამი და შვილი. სამი ფუძის შეერთებით არის მიღებული მამის, დის, შვილი. ცის კარი, ორი ფუძის შეერთებით არის მიღებული ცა და კარი. თავი, ქუდი, მოგლეჯილი გვაძლევს ამ სიტყვების შეერთებას სრულიად ახალ ლექსიკურ ერთეულს თავქუდ მოგლეჯილი. ორი ან მეტი სიტყვის შეერთებისაგან ახალი სიტყვის მიღებას თხზვა ქვია. თვით სიტყვას კი თხზული, აი ჩვენ მიერ მიღებული ახალი ლექსიკური ერთეულები, კალათბურთი, მამი და შვილი, ცის კარი, თავქუდ მოგლეჯილი, თხზული სიტყვებია, ანუ კომპოზიტები, ასეთნაირადაც უწოდებენ მათ, რთული სიტყვები. ახალი სიტყვა მიიღება ხოლმე ფუძის გაურკეცებითაც. მას ლექსიკის გამდიდრების ერთ-ერთი საშუალებაა ფუძის გაურკეცება. მაგალითად,
წამწამი, ან კიდევ თავ-თავი. შეიძლება მივიღოთ აი ასეთი ფუძეები, ქუჩა, კარ, მას შეთხსვადა ფუძის გაორკეცება, ანუ რედუპლიკაცია, ასედაც უწოდებენ ხოლმე მას, საკმაოდ პროდუქტიული საშუალებაა ახალი ლექსიკური ერთეულების მისაღებად. ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრების საშუალება გახლავთ აგრეთვე სესხებაც. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ენას, რომელშიაც არ იყოს ნასესხების სიტყვები. ყოველ ენაში მეტნაკლებად მოიპოვება ასეთი სიტყვები და ნუ რავინ მოიტყვის, რომ სიტყვათა სესხება აკნინებდეს ენას. პირიქით, ნასესხების სიტყვები ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრების ერთ-ერთი საშუალებაა და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა ენა არ არსებობს. ყოველ ენაში მეტნაკლები რაოდენობით გვხვდება ასეთი სიტყვები. ქართულში სხვადასხვა დროს შემოსულია სიტყვები არაბულიდან, სპარსულიდან, თურქულიდან, ბერძნულიდან, სომხურიდან. მოგვიანებით შემოვიდა ქართულში სიტყვები რუსულიდან, სხვათა შორის. როდესაც ვლაპარაკობთ სესხებაზე, ჩვენ აქ უნდა გავითვალისწინოთ სესხების ხასიათი. საერთოდ განასხვავებენ ხოლმე სესხების ორ ხასიათს, ორ სახეს. ეს არის უშუალო სესხება და ეს არის შუალობითი სესხება. უშუალო სესხების დროს ერთი ენიდან მეორე ენაში უშუალოდ შედის ესა თუ ის ლექსიკური ერთეული და ასეთი სიტყვები ქართულში უამრავია შემოსული თურქულიდან. რაც შეეხება ბერძნულიდან შემოსულ სიტყვებს, ზოგი უშუალო სესხების გზით არის შემოსული, ზოგი შუალობითი სესხების გზით. მაგალითად, ქართულში გვაქვს სიტყვა ქონდარი და ასეთი სიტყვა გვხვდება თურმე შვედურ ენაშიაც. ახლა ქართულსა და შვედურს არასოდეს ერთმანეთთან შეხება არ ქონია და ალბათ მომავალი კვლევის საგანია და გასარკვევია, როგორ გაჩნდა ეს შვედური ლექსიკური ერთეული ქართულ ენაში. ხომ არ შემოვიდა რომელიმე სხვა ენის საშუალებით, რომელსაც შვედურ ენასთან ჰქონდა კავშირი. შუალობითი სესხების გზით შემოსულია ისეთი სიტყვები, როგორც არის აი ფანჯარა, იატაკი, ფიცი. ბერძნულიდან არის ძალიან ბევრი სიტყვა შემოსული უშუალობითი სესხების გზით და არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალიან ხშირად ეს ნასესხების სიტყვები თავიანთ პირვანდელ სახეს კარგავენ ხოლმე. ერთი საინტერესო ფაქტია დაფიქსირებული ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში. ყველათათვის ცნობილია ისეთი საერთაშორისო სიტყვა, საერთაშორისო პირობითად, როგორიც არის გრიპი, ავადმყოფობის აღმნიშვნელი. არადა ეს სიტყვა ყოფილა რუსულიდან შესული გერმანულ ენაში და როგორც ვარაუდობენ, ის სხვა არაფერია თუ არა რუსული ხრიპი. და ამ დაავადებას სწორედ ეს რუსული ავადმყოფობაც ეწოდებოდა გერმანულ ლექსიკონებში. მაგრამ გერმანულში ამ რუსულმა ხრიპმა მიიღო გრიპის სახე და შემდეგ ისევ გერმანული ენიდან დაბრუნდა იგი რუსულში უკვე სრულიად სახეცვლილი. აი საინტერესო მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ კიდე სიტყვა კოშკთან დაკავშირებით. კოშკი არაბული სიტყვა და არაბულიდან არის ქართულშია შემოსული სპარსულის გზით. მაგრამ თურქულშია შევიდა ეს სიტყვა და თურქულში მან მიიღო სახე კიოშკ და ვარაუდობენ, რომ თურქულიდან შევიდა იგი შემდეგ ფრანგულში და მიიღო სახე კიოსკი. და შემდეგ ეს კიოსკი უკვე რუსულის გავლით დაბრუნდა ქართულში და ამჯერად გვაქვს ორი პარალელური სიტყვა, კოშკი და კიოსკი. მაგრამ ამ ორივე სიტყვას გამოყენების თავთავისი არეალი აქვს, მათ განსხვავებული მნიშვნელობა, განსხვავებული დატვირთვა აქვთ. სესხების თავისებურ სახედ უნდა ჩავთვალოთ აგრეთვე კალკიც. კალკი არის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი. მაგალითად, როდესაც ენა ქმნის საკუთარი მასალიდან ახალ ლექსიკურ ერთეულს იმგვარად, როგორც ეს ამ ენაშია, სესხებელ ენაშია. ასეთი კალკები ძალიან აბინძურებს ხოლმე ენას და სხვათა შორის ნასესხებ სიტყვებზე, ბარბარიზმებზე უფრო საშიში ენისათვის არის კალკირებული ფორმები. მაგალითად, ისეთი ფორმები, როგორიც არის გაანალიზებულ იქნა, აშენებულ იქნა, გამოკითხულ იქნა,
რუსულის კალკი გახლავთ. აი რუსულის გავლენით შეიქმნა ეს ფრაზები, რუსული გრამატიკული წყობა პირდაპირ გადმოიტანეს ქართულში. მაშინ, როდესაც ქართულს აქვს მშვენიერი ორგანული წარმოება ამ ფორმებისა, როგორიც არის აშენდა, ნაცვლად აშენებულ იქნა, გაკეთდა, ნაცვლად გაკეთებულ იქნა, გამოიკითხა, ნაცვლად გამოკითხულ იქნა, გაანალიზებულ იქნა, მაგალითად, უნდა ვთქვათ, გაანალიზდა და ასე შემდეგ. კალკი ყველაზე უფრო საშიშია ენათმეცნიერების თვალსაზრისით ენის დაბინძურებისათვის. ახლა რაც შეეხება შუალობით ცესხებას. შუალობითია ცესხება, როდესაც ერთი ენიდან მეორე ენაში, ესა თუ ის ლექსიკური ერთეული, შედის მესამე ენის საშუალებით. აი წეგან ჩვენ კოშკის და კიოსკის მაგალითზე ახსენით, როგორ ხდება ხოლმე ეს შუალობითი ცესხება. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსულის გზით ქართულში შემოვიდა უამრავი ლათინური სიტყვა და დამკვიდრდა. მაგალითად, აქტიურად გვხვდებოდა მე-19 საუკუნის მწერლებთან სიტყვა ეგზამენი. ეგზამენების დრო მოახლოვდა წერს აკაკი წერეთელის ჩემს თავგადასავალში. აკაკიმ შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, მაგრამ ეს ნასესხები შემოსული სიტყვა უკვე იმდენად იყო დამკვიდრებული რუსულის გავლენით ქართულ ლექსიკაში, რომ თვით აკაკი წერეთელიც კი გამოცდების ნაცვლად ხმარობს ეგზამენებს. თვით იაკობ გოგებაშვილთანაც კი შეიძლება შევხვდეთ ასეთი ფორმები. თავის დედაენის ადრეულ გამოცემებში მას აქვს ისეთი სიტყვები, როგორიც არის კრესლო, მებელი, სტოლი, სტაქანი, რა, ახლა იაკობ გოგებაშვილმა ქართული ენა არ იცოდა, მაგრამ როგორც ჩანს, იმდენად იყო ეს ლექსიკური ერთეულები დამკვიდრებული ქართულ მეტყველებაში, რომ მათ უკვე შემოსულ უცხო სიტყვებად ვეღარც კი არ აქვამდნენ ხოლმე. არაბულიდან სპარსულის გზით ქართულში უამრავი სიტყვა არის შემოსული, ისევე როგორც თურქულიდან, ბერძნულიდან არის ძალიან ბევრი სიტყვები შემოსული, ძალიან ბევრი სიტყვაა შემოსული სომხურიდან და როდესაც ნასესხებ სიტყვებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ხშირად გაჩნდება კიდეც ასეთი კითხვა, აბა მაშ რაღაცაა ქართული. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ეს ნასესხები სიტყვა დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენს ლექსიკურ ფონდში და ქართული შესატყვისი მისი ნაკლებადღა გამოიყენება. ჩვენ წინა ლექციაზე ვისაუბრეთ სწორედ ფანჯარა სარკმელის შესახებ. სარკმელი ქართული ლექსიკური ერთეულია, რომელიც დღეს შედარებით ნაკლებად გამოიყენება. იმდენად დამკვიდრდა ეს არაბულ სპარსული ფანჯარა. ფიცი და ზენაარი დამკვიდრდა ჩვენს მეტყველებაში უკვე ფიცი, რომელიც არაბულ სპარსულია წარმოშობით. ისევე როგორც სიტყვა იატაკი დამკვიდრებულია ჩვენს მეტყველებაში, ისევე როგორც სიტყვა ხანჯალი არაბულ სპარსული ნაცვლად ქართული სატევარისა, ასე რომ ნასესხების სიტყვები ყოველ პერიოდში, ყოველ დროს გვხვდებოდა ქართულში და დღეს ისინი კიდევ უფრო მრავლად იკიდებენ ფეხს ჩვენს მეტყველებაში. ახლა ნასესხების სიტყვები და ბარბარიზმები უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან. ნასესხების სიტყვა ეს არის ისეთი სიტყვა, რომელიც უკვე დამკვიდრებულია ჩვენს მეტყველებაში და რომელსაც იყენებენ ჩვენი კლასიკოსებიც. და აი ბარბარიზმებზე ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბარი. რაც შეეხება რუსულიდან, ლათინურიდან რუსულის გზით შემოსულ ისეთ სიტყვებს, როგორც არის უნივერსიტეტის სტუდენტი, ლექცია, სუბიექტი, ობიექტი, ეს სიტყვები უკვე ნასესხებ სიტყვებად აღარ აღიქმება. ეს არის ეგრეთ წოდებული საერთაშორისო სიტყვები, რომლებიც თითქმის ყველა კულტურულ ენაში გვხვდება. წეგანაც მოგახსენეთ, რომ სესხების თავისებური სახია მეთქი კალკი. აი კალკირებული ფორმაა ქართული თვითკრიტიკა, რომელიც ზუსტად რუსული სამმოკრიტიკის გავლენით არის შექმნილი. ან ქართული აირწინაღი, რომელიც აგრეთვე რუსული პროტივოგაზის ანალოგიით არის შექმნილი. წეგანაც მოგახსენეთ, რომ ცალკე უნდა გამოვყოთ მეთქი ეგრეთ წოდებული საერთაშორისო სიტყვები, რომლებსაც მეტნაკლებად ყველა კულტურულ ენაში შევხვდებით. ეს არის ძირითადად ბერძნულ-ლათინური სიტყვები.
მაგალითად, ბერძნულ ლათინურიდან დამკვიდრდა ისეთი სიტყვები, როგორც არის სტუდენტი, ლექტორი, ლექცია, ფონეტიკა, გრამატიკა, ლექსი, ლექსიკოლოგია, პოემა, ეს უკვე ბერძნულიდან არის შემოსული. ფრანგული ენიდან არის დამკვიდრებული ყველა კულტურულ ენაში თითქმის მოდასთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები, როგორც არის ტუალეტი, ჟაკეტი, ოდეკალონი, პალტო, ჟილეტი. იტალიურიდან თითქმის ყველა ენაში დამკვიდრებულია ხუროთმოძღვრებასთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები, როგორიც არის ფასადი, ბალკონი, გალერეა, სალონი. ინგლისურიდან არის შემოსული საერთაშორისო სიტყვები ყველა კულტურულ ენაში: მიტინგი, ლიდერი, ინტერვიუ, ბრიფინგი, პარლამენტი, ტურისტი, რეკორდი. ახლა რაც შეეხება რუსულ ბოლშევიკს, მენშევიკს და კულაკს და ამგვარ სიტყვებს, ეს უკვე დღესდღეობით შეიძლება არქაიზმებადაც ჩავთვალოთ, იმდენად გაუგებარია ხშირ შემთხვევაში მათი მნიშვნელობა. ახლა როდესაც ჩვენ სიტყვათა სესხებაზე ვსაუბრობთ, აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ მიმდინარეობა ენათმეცნიერებაში, რომელიც პურიზმის სახელით არის ცნობილი. პურუს ლათინურად ნიშნავს სუფთას. ეს მიმდინარეობა გულისხმობს, რომ ენაში არ უნდა ქონდეს ნასესხები სიტყვები, რომ ყოველმა ენამ მაქსიმალურად აარიდოს თავი სხვა ენიდან სიტყვათა სესხებას და მხოლოდ საკუთარი ლექსიკური ერთეულები გამოიყენოს ამ მიზნით. და ასე იქმნებოდა ხელოვნური ლექსიკური ერთეულები საერთაშორისო სიტყვების ნაცვლად. ამგვარი მიმდინარეობა საქართველოშიაც იყო, სხვათა შორის სილოვან ხუნდაძე შეგვიძლია დავასახელოთ, ცნობილი პურისტი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა ამ ნასესხების სიტყვებისათვის და სამაგიეროდ შექმნა ისეთი ლექსიკური ერთეული სიტყვა ვაგონის ნაცვლად, როგორც არის რონო და დღეს ამ ლექსიკურ ერთეულს არავინ აღარ იყენებს, არა რონო და თურმე ეს არის ოდა, ანუ სახლი, რომელიც რონინებს. ელმსმენი ნაცვლად ტელეფონისა. შემდეგ გამზირი ნაცვლად პროსპექტისა. გამზირი მეტნაკლებად დამკვიდრებულია ჩვენს ენაში, მაგრამ აი ეს დანარჩენი ხელოვნური ლექსიკური ერთეულები პურისტების მიერ შექმნილი, რონო და ელმსმენი, დაგესახელებთ კიდევ სატუცავი, კალოშის მნიშვნელობით გამოიყენებოდა, ენაში აღარ იხმარება. ჯერ კიდევ აი ამ რამდენიმე წლის წინ იყო ცდა, რომ კვლავ დაბრუნებოდნენ ამ პურისტულ მიმდინარეობას და არც ერთი ნასესხები სიტყვა არ ყოფილიყო ქართულ ენაში და აი ხელოვნურად შეიქმნა ესეთი სიტყვა, როგორც არის ყელფანდურა. დღეს ცოტა არ იყოს ღიმილს იწვევს ეს ლექსიკური ერთეული, მარტო თქვენ წარმოიდგინეთ, მას საკმაოდ ესა ბევრი დამცველი ყავდა და ამნაირი ლექსიკური ერთეულები შეიქმნა, მაგრამ ენამ არ მიიღო. ყელფანდურის ნაცვლად ისევ ვიოლინოს ვიყენებთ, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო სიტყვა. საერთოდ უნდა გვახსოვდეს, რომ სიტყვათა სესხება იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ მას ვერც ერთი ენა ვერ დააღწევს თავს. პირიქით, სიტყვათა სესხება, ნასესხების სიტყვები ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვიკვლიოთ საუკუნეების განმავლობაში, რომელ კულტურულ ენასთან ჰქონდა ჩვენ ენას შეხება, რა პოლიტიკური ურთიერთობები იყო ამ ქვეყნებს შორის, ასე რომ ეს ნასესხების სიტყვები ფაქტიურად ერის ისტორიასაც წარმოადგენს.